ტრადიციული ასე ვთქვათ საბოტერები არიან სლოვაკეთი და უნგრეთი. სხვადასხვა მიზეზით სლოვაკია ძირითადად აპელირებს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებაზე. შესაბამისად ვთქვათ, იდეაში, ხო, მათი დაწმუნება უფრო ადვილია თუ რაღაც ალტერნატიულ მიწოდებას უზრუნველყოფენ. უნგრეთი რაცაა გვესმის, ხო, უნგრეთი ტრადიციულად რაღაცნაირად რუსების ასე ვთქვათ დიპლომატია არის ევროგაერთიანებაში. რამდენად რეალურია ამ ორი და პოტენციურად სხვა ვთქვათ საბოტაჟის წყაროს დაძლევა, თუ რა თქმა უნდა სრული იქნება რეალურია და ყოფილა კიდე შემთხვევები, ხო, არც ერთ სანქციას ევროგაერთიანების რუსეთის წინააღმდეგ ეს ორი ქვეყანა ყოველთვის ერთი მაინც უნგრეთი განსაკუთრებით არ მიმხრობია. თუმცა არის გზები როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური ამ სანქციების გატარებისა, ხო? პოლიტიკური გზა არის რაღაც გარკვეული დიპლომატიური წნეხი, რომელიც ალბათ ამ შემთხვევაში ნაკლებად საჭიროა. მეორე არის ასე ვთქვათ წმინდა იურიდიული თუ ტექნიკური გზა, ეგრეთ წოდებული carve-out-ი, როდესაც ვთქვათ გამონაკლისს უშვებენ ამ ქვეყნებზე, ანუ ფაქტიურად სანქციებს გაატარებს დანარჩენი პირობითად 25 ქვეყანა ამ ორის გამოკლებით. შესაბამისად ეს ორი არ დაეთანხმება სანქციებს, მაგრამ 25 ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს ამ სანქციების მიღებას. ანუ არა ვარ იურისტი, თუმცა რასაც გავეცანი ვთქვათ წყაროებს, ეს გზები არსებობს. ანუ თუ არსებობს პოლიტიკური ნება და სურვილი ამ სანქციების გატარებისა, მათი გატარება სრულიად რეალისტურია. და სხვადასხვა გზა და საშუალება არსებობს ამისთვის, როგორც თავად ამაზე უკვე ისაუბრეთ. ასევე კითხავთ თუ რა იგულისხმება მესამე ქვეყნებში, ან მოიაზრება თუ არა მათ შორის საქართველოც და რამდენად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით გამოწვეული შედეგები. დავიწყებ იმით, რომ არა, საქართველოს არ მოიცავდება ჩემს. ნახეთ, თქვათ რაზეც თქვათ კანონპროექტის მიხედვით 3 მიმართულება თუ 4 მიმართულება შეიძლება იყოს გამოკვეთილი თქვათ სანქციების მიზანი, ხო? პირველი არის ნავთობიდან მიღებული შემოსავლის კლება რუსეთისა, ხო? ეს ყველაზე მარტივი არის თქვათ ევროგაერთიანებისთვის ელემენტარულად ეგრეთ წოდებული price caps, ანუ იმ ზედაზღვარს, რაზღვრითაც შეუძლია ევროგაერთიანების ნებისმიერ ქვეყანას რუსეთის ნავთობის ყიდვა შეამცირონ. დღესდღეობით ის 2022 წლის მერე დაწესდა $60 ბარელზე და წარმოადგენლია წინადადება, რომ შემცირდა $45. რაც რუსეთისთვის პრინციპში უკვე წამგებიანია, ვინაიდან რამდენადაც მე მახსოვს, რუსეთს თავისი ბიუჯეტი გათვლილი აქვს დაახლოებით 60 როგორც თვითონ ოფიციალურად ამბობდა 60-65 ბარელ დოლარზე ბარელზე, ხო? შესაბამისად თუ გაგებს 45-ად, ის უკვე მისთვის წამგებიანი იქნება და ელემენტარულად დიდ ფინანსურ ზარალს მიიღებს. ეს არის პირველი. მეორე არის მე ასე ვთქვათ დიდ ლუკმას ბოლოში მოვიტავებ მესამე ქვეყნას. მეორე არის ასე ვთქვათ სამხედრო აპარატურის შეტანა გატანის ასე ვთქვათ გამოწყობილობის თუ სამხედრო შეიარაღების ხელშეშლა, ანუ პირობითად ის დანადგარები ელექტრომოწყობილობა, ვთქვათ, ძირითადად დრონის ჩიპებზე და ასე შემდეგ არის საუბარი, რომელიც პოტენციურად ვთქვათ განიხილება როგორც სამოქალაქო, მაგრამ შეიძლება გამოიყენოს სამხედროდ, ვთქვათ, ქვეყნები, რომელშიც ამაში ხელს უწყობენ, ალბათ ამ ქვეყნებსაც დიპლომატიურ წინას დაუწესებენ, ხო? მესამე არის საზღვაო ფლოტი და ბანკები, ბანკებს უკვე კარგად შეეხენ. ახლა ალბათ საზღვაო ფლოტის გადაწყვეტენ, განსაკუთრებით იმ გემებს, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, მაგრამ შემდგომში სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ ჩძურავს, ხო? და ბოლო, როგორც თქვით, ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცა, ეს არის შემოვლითი გზით, backdoor, როგორც თვითონ ამბობენ, შემოვლითი გზით რუსეთის ნავთობის გაყიდვა. ხო, ინდოეთი არის ყველაზე დიდი ბჭყალებში დამნაშავე ამაში, შეიძლება ბჭყალები არც იყოს საჭირო, ვინაიდან ინდოეთი ღებულობს ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთის ნავთობს, თავის გადამამუშავებელ ქარხნებში, რეფაინერებში გადაამუშავებს ამ ნავთობს და ყიდის როგორც ინდურ ნავთობს, ხო? ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, წყარო რუსეთის შემოსავლისა
და მართლაც სამწუხაროდ რო შევხედოთ, ვთქვათ, სტატისტიკის მიხედვით 2022 წელს რაც ჰქონდა ნავთობიდან შემოსავალი, დაახლოებით იგივე შემოსავალი აქვს დღეს. ანუ ომამდე რაც ჰქონდა. ანუ სანქციებმა ნავთობის მიმართულებით რეალურად არ იმუშავა. და ალბათ სწორედ ამაზე უნდათ ახლა დარტყმა და საჭიროა კიდეც ალბათ დარტყმა რუსეთის ქვით. ანუ ქვეყნები, რომელიც ამას წოდავენ, ეს არის ინდოეთი, თურქეთი და გაერთიანებული საამიროები, შეიძლება მათ ნახეთ, შეიძლება შეეხოს სანქციები, არ დამიმთავრებია, თავი ახლა ითვლება, მაგრამ სამივე ეს ქვეყანა მოკავშირე ქვეყნად განიხილება, შესაბამისად, ვთქვათ, რისკი იმისა, რომ სანქციები შეიცვალოს რაღაც სხვა ზომებით არსებობს. ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც საუბრობენ სანქციებზე, უკვე კი შესაძლებელია ამ სანქციების გატარება, მაგრამ რამდენად გაატარებენ ამ სანქციებს და რამდენად არ გამოიყენებენ სხვა გზებს, ეს უკვე მეორე საკითხია. მე ვფიქრობ, რომ უფრო სხვა გზებს გამოიყენებენ ვიდრე სანქციების გატარება. აი, რამდენად დააზარალებს ეს სანქციები ამ ქვეყნებს და მათ შორის რუსეთს თავად? რუსეთს დააზარალებს, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, თუ პირობითად ნავთობიდან შემოსავალი რუსეთს არ შეუმცირდა აქამდე სწორედ ამ სამი ქვეყნის განსაკუთრებით პირველის ინდოეთის მხარდაჭერით, ვთქვათ, ეს ნავთობის შემოსავალი თან თუ ზედა ფასის ზღვარი შემცირდა $45-მდე, ანუ შემცირდა რეალურად 20%-ით, შესაბამისად გამოვა რომ 25%-ით გამოვა რომ რუსეთი, ვთქვათ, მნიშვნელოვან ძალიან დიდ დანაკარგს განიცდის, ვინაიდან რუსეთის ძირითადი შემოსავალი სწორედ ნავთობია, ხო? დიახ. რაც შეეხება მესამე ქვეყნებს, დააზარალებს, ანუ ის მოგება, რომელიც ომზე გამდიდრების ელემენტი მოიხსნება, თორემ დარჩებიან ისეთი, როგორიც იყვნენ, ხო? თუ შეჩერდება, ვთქვათ, ინდოეთიდან ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, დამატებითი შემოსავალი ინდოეთისთვის, არავინ არ უნდა იყოს წინააღმდეგი, იმიტომ რომ მათ უბრალოდ იხეირეს ომზე.